მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვაგრძელებთ შაბათის წესების შესწავლას. შემდეგი გაკვეთილი გვაქვს ჩვენ გაგრძელება წინა გაკვეთილის და წინა გაკვეთილზე ვისაუბრებთ ჩვენ კიდუშის მიცვაზე. დღეს ბეზრათ ჰაშემ ვისწავლით თვითონ პრაქტიკას, როგორ ვაკეთებთ, რა არის გასაკეთებელი, როგორ სრულდება კიდუშის მიცვა და მის გარშემო ყველა მიცვები. როგორც ჩვენ წინა გაკვეთილზე ვახსენეთ, მიცვა არის თორიდან, მამაკაცი 13 წლიდან და მანდილოსანი 12 წლიდან გავაკეთეთ კიდუშის მიცვა პარასკევს, საღამოს არის მიცვა თორიდან, შაბათ დილით არის მიცვა არაბების მიერ დადგენილი მიცვა დერაბანან. Ну, რა თქმა უნდა, ავდალა კვეცალკე მიცვა, როცა შაბათი გაბრძანდება. ყველა ისრაელის შვილი, როგორც მამაკაცი, ასევე მანდილოსანი წერია თორაში რომ არის მიცვაზე ვალდებული, იმის და მიუხედავად რომ ჩვენ ვიცით ეგეთი, ასე ვთქვათ, ცენტრალური კანონი, რომ თუ რამე მიცვა არის მიცვათ ასე გავაკეთოთ და არის ეს დაკავშირებული დროსთან დაკავშირებით, მაშინ მანდილოსანი არ არის მასზე ვალდებული. იგივე ავიღოთ, თქვათ, შმა ისრაელი ავიღოთ, შმა ისრაელს ამბობენ მანდილოსანმა, მაგრამ მათთვის დრო არ არის დადგენილი, როცა შეუძლია, მაშინ იტყვის გამომდინარე, ასე ვთქვათ, მისი საქმიანობის და ოჯახი და ასე შემდეგ. და ყველა მიცვები ავიღოთ, იგივე ავიღოთ მიცვა შოფარი დღეს მინჰაგად ვასრულებთ, ასე ვთქვათ, არის აზრი რომ მაინც არიან ვალდებული თორიდან, იმიტომ ეს განსაკუთრებული მიცვა შიშანაზე, მაგრამ უმრავლესობის მიხედვით არ არის მანდილოსანი ვალდებული არც შოფარზე, იგივე ავიღოთ ლულავის მიცვა ავიღოთ, ეგეც დროზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ მარტო სუქოთში სრულდება 4 მცენარის აღება და ასევე ყველა მიცვები ავიღოთ, რომელიც თორიდან დროზეა დამოკიდებული, რომ ამ დროზე და არა სხვა დროზე, მანდილოსნები არ არიან ვალდებულები. გარდა რამოდენიმე შემთხვევისა და ერთ-ერთი შემთხვევა არის შაბათის კიდუში. რატო არიან ვალდებულები მანდილოსნები შაბათის კიდუშზე, ადგანს წერია თორაში რომ ჩვენ ორი დაფა გამჩენისგან 10 მცნება, რასაც ქვია, მივიღეთ ორჯერ. ერთი მივიღეთ, მოშე რაბენომ, ასე ვთქვათ, დაამსხვრია ეგა, არის რამოდენიმე ასე ხო, ან გაუვარდა, ან თვითონ დააგდო, მოკლედ დაამსხვრია. და შემდეგ მეორე მივიღეთ კიდევ გარკვეული დროის შემდეგ. და ვიცით რომ რა განსხვავება პირველ დაფებს და მეორე დაფებს შორის, მარტო ერთი რამე იყო განსხვავება, რომ პირველ დაფაზე წერია შამორ, დაიცავი შაბათი დღე, მეოთხე მცნებასთან დაკავშირებით და მეორე დაფაზე წერია შაბათთან დაკავშირებით ზახორ, გაიხსენე შაბათი დღე. და რაბები ხსნიან გემარაში, შულხან-არახში და ყველა კომენტარები ხსნიან, რომ ეს არის დაკავშირებული შაბათის დაცვასთან, არის დაკავშირებული შაბათის ხსენებაც, მოყოლოდ შაბათი დღე. როგორც შაბათი დაიცავი, ეს არის მიცვათ, როცა ასე არ გავაკეთოთ, ხო? არ დავარღვიოთ შაბათი დღე, არ ავანთოთ, არ შევქმნათ რაღაცა შაბათ დღეზე და ეს არის აკრძალვა ლოტა ასე. ამიტომ ლოტა ასესთან პირდაპირ დაკავშირებულია კიდუშის მიცვა. შაბათი დღე გავიხსენოთ, ღვინით, მოვამაღლოთ შაბათი დღე და ასე შემდეგ. ის მიცვები, რომელიც ასე არის დაკავშირებული დროსთან, იმიდან თავისუფალია, მაგრამ ეს მიცვები არის დაკავშირებული არ გააკეთოსთან. შესაბამისად, არ გააკეთოს დრო არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის საუბარი, კიდევ დროზე იყოს დამოკიდებული მიცვები რაღაც შესრულება, მაინც მანდილოსნები ვალდებულები არიან შეასრულონ. შესაბამისად, უკვე დადგინდა ალახა, რომ კიდუშიც ლოტა ასესთან არის დაკავშირებული და მანდილოსნებიც არიან ვალდებულები თორიდან. რაც შეეხება კიდუშს როდის ვასრულებთ, როგორც ჩვენ თქვით, ყველაზე კაი ვარიანტია შევასრულოთ ჩვენ კიდუშის მიცვა, როდესაც პარასკევი დღე დაღამდება და ვარსკვლავები გამოვა, ანუ ყველა აზრის მიხედვით თორიდან შაბათი შემობრძანდა. არ არის აქ ბენაშმაშოთი, როგორც ასე ვთქვათ, მზე ჩავიდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის დაღამებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგია, ყველაზე კაი ვარიანტია შევასრულოთ ვარსკვლავების გამოსვლის შემდეგ, რომ აქ არ იყოს კამათი დღეა თუ ღამე. როდესაც ჩვენ სახში მობრძანდებით, ნათქვამი თორაში რომ ადამიანი, როგორც კი გამოილოცავენ ლოცვას, ჯამათი არ უნდა შეყოლოდეს ადამიანი, რადგანაც ეგრევე მოდის მიცვა
კიდუშის შესრულების, ამიტომ წერეთ რაში რომ ლო დახმიცენა, რომ არ უნდა შევაყვნოთ მიცვა და გავაკეთოთ ნელა, წავიდეთ სახლში და ასე შემდეგ. არა, უნდა ადამიანმა აუჩქაროს ნაბიჯებს, რადგანაც შეასრულოს მიცვა არჩილება უფრო მალე. როცა სახლში მოვალთ, როგორც წინა გაკუთილებზეც თქვით, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული ასე თქვათ მიცვები, მღერი ვართ, ანგელოზებს თუ მღერით, შემდეგ არის პატივისცემის სახით შლომო მელეხის დადგენილი მიცვა, სიმღერა უბრალოდ რომ მიუძღვნა სარაიმენოს. ეს არის შეთხაილის სიმღერა, რომ ადამიანმა მამაკაცმა გამოამჟღავნოს იმის და მიუხედავად რომ შეიძლება ყველაფერი ჩანს და თელი ცხოვრება ჩვენ ვაფასეთ მეუღლეებს, კარგია შაბათის წინ, როცა დაგვახვედრეს ასე თქვათ მეუღლე ამდენ ასე თქვათ სილამაზეს, გაწყობილ მაგიდას და ყველაფერს წარმართავს ოჯახს, შვილებს მოამზადებს, სწავლასავლის ყველაფერს გააკეთებს. ასე თქვათ მადლიერის სახით ჩვენ მომღერით მეუღლეებს შეთხაილის სიმღერას. კაია რომ მიცვა არის რომ ეს ასე თქვათ სიხარულით გაუღიმოთ, უმღეროთ, ვასიამოვნოთ, რითაც შეგვიძლია და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ მიცვა კიდუშს და შაბათის კიდუშის, ანუ პარასკევს საღამოს კიდუში უნდა შესრულდეს მდგომში, დამდგარი, რადგანაც ჩვენ თქვით ეს არის მიცვა თორიდან. დილით შაბათ დილით ჩვენ ვასრულებთ მიცვა კიდუშს, დამჯდარი ეს არის დარაბანანი, მაგრამ ეს რადგანაც ღამე თორიდან არის, ჩვენ დგავართ და ისე ვასრულებთ და როგორც ნაგაკუთრიშიც ვახსენებთ, გამჩენი თავის სახელიდან ასოს და ამატებს კიდუში და როგორც პატივისცემის იმით რომ გამჩენი სახელი არის ჩაქსოვილი ასე თქვათ მიცვაში, ჩვენ ვასრულებთ მდგომში. რაც შეეხება კიდუშს, როგორ რა ღვინოთი ვასრულებთ კიდუშს. ჩვენ როგორც ვახსენეთ, უნდა შევასრულოთ მიცვა, ყველაზე კარგი არის მიცვა შევასრულოთ წითელი ღვინოთი. ღვინოთი, რომელიც კარგია დასაწყისში იყოს ღვინო და არა წვენი. ეს არის როგორც მშუბახ, ეს არის დაკავშირებული ტაძართან, რომ ტაძარში ღვინო მოქონდეთ და არა ყურძნის წვენი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბევრი კრიტერიუმია, ბევრი დეტალებია, რატო ღვინო, რომ ეს არის თითქოს და კეიფის დროს წვენს არავინ არ ასვავს, ისმევა ღვინო, კავოდია უფრო მეტი პატივისცემა, როგორც ვახსენეთ, ტაძართან სამსხვილოებზეც არის კავშირი, ამიტომ ბევრი მიზეზების გამო ჩვენ ვაკეთებთ კარგია გავაკეთოთ ღვინოთი. თუ ადამიანს გარკვეული პრობლემები აქვს, ანუ ღვინო ასე თქვათ არ უყვარს, ხდება, ყველაფერი ხდება, ან შეიძლება უყვარს, მაგრამ მას ავნებს, ან ჯანმრთელობის მხრივ არ შეიძლება, ან ადამიანს თქვათ ექიმ აუგზალა, არ აქვს მნიშვნელობა რა. ჩვენ პირველ გაკუთილებში ვახსენეთ, რომ შაბათი დღე არის სიამოვნებისთვის. უნდა ადამიანმა მიიღოს სიამოვნება. თუ რამეში ავნებს ღვინო, არ აქვს მარტო ხარანებს თქვენ მარტო ღვინოზე, ყველაფერი რაც არ უნდა იყოს შაბათ დღესზე, თუ ადამიანს ავნებს მან ეს არ უნდა მიიღოს, რადგანაც შაბათი დღე სიამოვნებისთვის და არა ადამიანმა მერე მაგით იწვალოს და ასე ვთქვათ ზიანი მიიღოს. შესაბამისად შეუძლია ჩაანაცვლოს ან თეთრი ღვინოთი, მაინც ღვინო დავტოვოთ, კარგი იქნება და ასე ვთქვათ თეთრით ჩავანაცვლოთ, შევასრულოთ თეთრი ღვინოთი, მაგრამ თუ ეგეც არ გამოსდის და არ შეიძლება და ასე შემდეგ, ან შეიძლება არ აქვს საერთოდ, შეუძლია გააკეთოს ადამიანმა ყურძნის ღვინოთი. ყურძნის წვენით ბოდიში. როგორ ვაკეთებთ, როგორც ჩვენ თქვით, ვიღებთ ჭიქას, ვავსებთ მთლიანად, ეს ამ ჭიქაში უნდა იყოს ყველაზე ცოტა 86 გრამი უნდა იტევდეს ჭიქა. რა თქმა უნდა, ეს 86 გრამი ძალიან ცოტა. ეს არის ალახაში რაც მოყვანილია მინიმალური, რაც უფრო დიდი ჭიქა და ლამაზი ჭიქა და ძვირფასი ჭიქა იქნება, მით უფრო მეტად დავაფასოთ შაბათ დღეს და მით უფრო მიცვაში შეგვეთვლება. შესაბამისად ვიღებთ ჭიქას 100 გრამი ან უკვე საკმარისია, ну ახლა ნახოთ ასე თქვათ გათვალოს 86 გრამი შეიძლება ცოტა ნაკლები იტევდეს უკვე პრობლემაში ვიქნებით, ამიტომ აიღოს მინიმუმ 100 გრამიანი ჭიქა მაინც. ავსოს ბოლომდე და მდგომში ვაბობთ კიდუშის მიცვას. ვიწყებთ ვაიხლაში, მაგრამ არც ვხორცება ამ თელი ტექსტი როგორც არის მოყვანილი სიდურში და ბოლოში ვამბობთ ერთი ბერახა გვაქვს ჩვენ ბარუხათა შემ ელოქეინუ მელახ ოლამ ბორე პერია გეფენ და მეორე ბერახა გვაქვს ჩვენ ბარუხათა შემ მიკადეშ ჰაშაბათ
რომ ჩვენ მაგით მოვამაღლებთ არ მარტო ღვინოს სვავთ იმის რომ სიამოვნებთ და ასე შემდეგ, არამედ ჩვენი მიცვა უნდა იყოს შესრულებული და დაფიქრება გქონდეს იმაზე, რომ პირველ რიგში მე არა სიამოვნებისთვის ვაკეთებ ამას, იმზე მიხედავთ რომ შემე სიამოვნებდეს ღვინის მირთმევა ამ პერიოდში. უნდა ჩვენ პირველი ფიქრი იყოს იმაზე, რომ ჩვენ ვასრულებთ მიცვას, კიდუშის მიცვა, რომ გამჩენის სახელი მოვამაღლოთ, გამჩენის შავათი დღე მოვამაღლოთ და ასე შემდეგ. და მეორე, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, თუ ის სიამოვნებთ, ეს მეორე ფლანგზე იქნება. სიამოვნება. რაც შეეხება რაოდენობას, რამდენი უნდა დალიოს ადამიანმა. ვინც აკეთებს კიდუშს, უნდა დალიოს 86 გრამის უმრავლესობა. ხო, უნდა ავიღოთ ეს გავყოთ 86 გრამი, 44 გრამზე მეტი, 53 რო გავყოთ ნახევარზე, 86 გრამის უმრავლესობა უნდა დავიღოთ და არა ნახევარი, უმრავლესობა ანუ 44 გრამზე მეტი. რაც უფრო მეტს ადებს ადამიანი, ასე ვთქვათ, მით ნაკლებ ეჭვის ქვეშ იქნება, მე ნაკლებ დავლია 44 თუ არა. და ადამიანმა 100 გრამი ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, ჩაეთვლება ყველანაირი აზრის მიხედვით და არ იქნება ეჭვის ქვეშ, რადგან თორაში რომ თუ არ დავლიათ ჩვენ 44 გრამი და დავლია ნაკლები, მე კიდუშის მიცვა არ შემისრულებია. ამიტომ ეს მეოქცევთ ძალიან ყურადღება, რომ ჩვენ შევასრულოთ მაქსიმალურად კარგად. რაც შეეხება ჩვენთან მყოფ ადამიანებს. ვალდებულები არიან თუ არა, ყველამ თითოეულმა გააკეთოს კიდუში, წერს შულხან-არუხი რომ არა, არ არის საჭირო, რადგან არის ეგეთი კანონი თორაში, შომეა ქეონე, რომ ადამიანი ვინც ისმენს, იმას ეთვლება თუ ჩვენ დაუბრუნებთ ამენს, ჩვენ ჩაგვეთლება თითქოს და მე თვითონ ვაკურთხე და მე თვითონ გავაკეთე ეს მიცვა. ბევრ მიცვებთან არის დაკავშირებული ეგა, იგივე ლოცვებზე არის რომ ხაზდანი ამბობს და ჩვენ გამოგვიყვანა ასე თქვათ რაღაც ვერახას აკურთხებს თქვათ და ჩვენ გამოგვიყვანა ვალდებულებიდან, ასევე არის რა კიდუშტეს შომეა ქეონე მოусმინე არ უნდა დაუბრუნოთ გამჩენის სახელის ხსნებაზე ბარუხ შემო, როცა ამბობს ბარუხათა შემ, არამედ ყოველ ვერახის ბოლოს, როგორც აგეფენზე, ასევე მეკადეშა შებარცე უნდა დაუბრუნოთ მხოლოდ ამენი და ორივე ვინც აკურთხებს იმას უნდა დააფიქროს რომ მე გამომყავს ყველა მაგიდასთან მყოფი ადამიანი და თვითონაც ვინც გამოდის ვალდებულები და ვინც ისმენს იმას უნდა დააფიქროს რომ მე ამ ადამიანის ნაკურთხას თქოთ კიდუშზე ჩვენ გამოდივართ ვალდებულებიდან. როგორც მანდილოსანი, ასევე მამაკაცი მასზე იქცევა. არის მინჰაგი, არის ზვარიდან უბრალოდ ახსნა არ მახსოვს, ასე ვთქვათ, რა ახსნა მოყვანილი, არის ეგეთი მინჰაგი, ბევრი ახსნების მიხედვით, ბევრი ასე ვთქვათ, წიგნებში წერია, რომ კარგია ჩვენ ყველა ასე ვთქვათ, მაგიდასთან მჯდომ ადამიანს გაუნაწილოთ გარკვეული რაოდენობა ღვინოსი, წვენის და ასე შემდეგ, რითაც გავაკეთებთ. ცოტა მაინც, რომ ასე ვთქვათ, ეს არის უფრო მეშუბახ, რომ უფრო იდეალურად შესრულებული მიცვა კიდუშის, რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა არა მარტო მოსმენით, არამედ გასინჯოს კიდევაც. 5 გრამი, 10 გრამი რაღაცა ყველამ მიიღოს. მით უმეტეს არის ნათქვამი ეს, რომ ბავშვებზე ხაზი გასმული არის, რომ კარგია ჩვენ ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა, არა მარტო მოვასმენინოთ, ცოტა დალიონ, უფრო ასე თქვათ სიამოვნებასთან დაკავშირებით ექნებათ კავშირი და უფრო მეტად მოინდომებენ, მეტად გააკეთებენ, მეტად ჩართულები იქნებიან და უფრო მეტად მოისმენენ და ასე შემდეგ. რომ აუხსნათ, აი ხა მამა გააკეთებს კიდუშს, შენც მიიღებ და უფრო მეტად ისმენენ და უფრო ასე თქვათ აქტუალურები არიან მიცვაში. რაც შეეხება ბავშვებს, როგორც ჩვენ ვახსენეთ, ბავშვების არა აქვთ მიცვა. ჩვენ ასე ვთქვათ, გავაკეთებინოთ კიდუშის მიცვა, თქვათ ადამიანი, სანამ ადამიანის სახლში მოვად, ბავშვს რაღაცა უნდა, ეს იგულისხმება 13 წლის ქვით, ასე ვთქვათ, ბიჭები და 12 წლის ქვით გოგოები. არ აქვთ მიცვა გააკეთონ კიდუში. არ არის საჭირო მაგისთვის, რომ ადამიანმა განსაკუთრებით გაუკეთოს ბავშვის კიდუში და ასე შემდეგ. ბავშვებს ჩვენ ყველა მიცვას ვასწავლეთ დერაბანან. ბავშვები სანამ ბათმიცვამდე და ბარმიცვამდე არ მივიდნენ ასაკზე, არც ერთი მიცვა არ გააჩნიათ თორიდან, ეს არის ყველაფერი დერაბანან და ეს მიცვას ქვია ხინუხ.
რომ ჩვენ ასე ვთქვათ მივაჩვიოთ მიცვებს ჩვენი შვილები, აღოზარდოთ, იცოდნენ რა როგორ გიკეთდება, როცა მივიდნენ უკვე ბათმიცვის ასაკზე, ეცოდინებათ ყველაფერი რა როგორ უნდა გააკეთონ. რაც შეეხება კიდუშამდე შეიძლება თუ არა ადამიანმა რაიმე ჭამოს. რა თქმა უნდა რომ არა, წერეთ შულხან არახში რომ პირველი რაც უნდა გასინჯოს ადამიანმა და შეგასინჯოს არიან რამოდენიმე არაბები რომ ამობენ გასინჯო პრობლემა არ არის ეს არ არის ახილა შეუძლია მანდილოს რომ რაღაცა დაამგემოვლოს სანამ მეუღლე გააკეთებს კიდუში თქვა რაღაც მარილი აკლიათ თუ რაღაც საჭმელს მაგრამ არიან არაბები რომლებიც მოყავთ იგივე ზოარის სახელით რომ იგრძალება კიდუშამდე ზოგადად გასინჯოს კიდევაც ადამიანმა ну ეს ვთქვათ არ ჩამიხედია მიზეზები რა როგორ რა შეიძლება მოხდეს თუ გასინჯოს ადამიანი ზოარის სახელით გულისხმობ უბრალოდ წერია რომ შემზოარ რომ კარგია ჩვენ არ გავასინჯოთ კიდევაც არაფერი კიდუშამდე როგორც კი შაბათი შემოვა ეს იგულისხმება მზის ჩასვლიდან კალენდარში ჩავიხედოთ ყოველთვის რომ როდის დგება ეს დრო როდის ჩადის მზის ჩასვლიდან უკვე ეს მაგ დროს ქვია ბენ ჰაშმაშოთ ანუ არის აზრი რომ ეს არის დღე კიდე ჯერ არ დაღამებულა მაგრამ რადგანაც უკვე მზე ჩავიდა უკვე ეს შეიძლება ითვლებოდეს ღამე ამიტომ უკვე ჩვენ შაბათი დღე მივიღეთ უკვე მზის ჩასვლაზე როგორც წინა გაკვეთილებში ვისწავლეთ და ამის შემდეგ უკვე კიდუშამდე არაფრის ჭამა არ შეიძლება და რა თქმა უნდა არც დალევა ну, რა თქმა უნდა, მაგას თუ არ ჩავთვლით, რაღაც კრიტიკულად სკოტ სიტუაციებს, თუ ადამიანი ცუდად გახდა და უნდა მიიღოს პრეპარატი და რაღაცა, ну, რა თქმა უნდა, თორაში წერია რა, ადამიანმა თავის თავს უნდა გაუფრთხილდეს და ჯანმრთელობას მიხედოს, თორა არ გაგზავნოს პირიქით, თორა გონება რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ თავს, არ მივაყენოთ ზიანი და თუ რამე მოხდება უცბად ეს რაღაც სიტუაცია და ჩქარა უნდა მიიღოს ადამიანმა პრეპარატი, რომ რა თქმა უნდა შეიძლება დალიოს და თუნდაც ჭამოს პრეპარატისთვის, რომ თუ ეგრე ესაჭიროება ადამიანს. რაც შეეხება დროს, როგორც ჩვენ უკვე ვახსენეთ, ჩვენ როგორც კი შემობრძანება შაბათი დღე მიცვა გვაქვს ეგრევე გავაკეთეთ კიდუში, რაც შეიძლება უფრო მალე, თქვათ ეგრევე ლოცვიდან მივდივართ ან თუ სახში ლოცვად სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ წავედით ლოცვაზე, ეგრევე ვაკეთებთ კიდუშს, არ ვაკეთებთ სხვა არაფერს. მივედით სახში თუ არა, ეგრევე ვიმღეროთ და შეუდგეთ მიცვას კიდუშის გაკეთებისა. რაც შეეხება როგორც ვახსენეთ დრო არის დაღამებიდან, მაგრამ გრძელდება თელი ღამის მანძილზე. თუ რაღაც მიზეზების გამო ადამიანმა რაღაც მიზეზების გამო ვერ შეასრულა მიცვა, ადამიანს ჩაეძინა, რაღაცა მოხდა, ხო, ასე ვთქვათ, გამოვალი სიტუაცია დატრიალდა, ვერ გააკეთა, ან ღვინო არ ქონდა და 1 საათში მოუტანეს და 2 საათში მოუტანეს, არ აქვს მნიშვნელობა რა. როდესაც მოუტანებენ შეუძლია გააკეთოს მიცვა, რადგანაც მიცვა ღამის კიდუშის არის და ღამებიდან გათენებამდე, თელი ღამის მანძილზე შეუძლია შეასრულოს მიცვა, რაც უფრო ადრე მით უკეთესად თქმა უნდა და დღის კიდუშიც ესევეა გათენებიდან, როცა უკვე დადგება მიცვა, რომ ჩვენ უკვე ვილოსეთ და გამოვილოსეთ და მოვიდა მიცვა ჩვენამდე უკვე რომ უნდა შევასრულოთ კიდუშის, მაგიდან დაწყებული დაღამებამდე მზის ჩასვლამდე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ დღის კიდუშიც. რაც შეეხება თვითონ ღვინოს. როგორი ღვინო უნდა იყოს? ну, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ განვიხილავთ ქაშერ ღვინოს, ქაშერს თოლის მიხედვით კანონების და რომ ჩვენ არ დაირღვას არანაირი ქაშურთის კანონი ღვინოსთან მიმართებაში, რადგანაც წერია თორაში რომ უნდა იყოს იაინ ხაიმ, როგორც ტაძარში იყო მოტანილი, ანუ სამსხვროპოზე ასხავდნენ ქაშერ ღვინოს და არ შეიძლება არაქაშერის დასხმა, ასევე კიდუშისთვისაც უნდა იყოს თოლის მიხედვით ქაშერი ღვინო. ასევე არის მიღებული, რომ ღვინოს ხარშავენ, ძალიან პრაქტიკულია უკვე ეგა, რომ ღვინო იხარშება სპეციალური ასე ვთქვათ დანადგარებით, სხვადასხვა მიზეზების გამო, რადგანაც შეიძლება ადამიანი ასე ვთქვათ შეეხოს მაგ ღვინოს ადამიანი რომელიც შაბათს არ იცავს, შესაბამისად შეიძლება ეს ღვინო შეიძლება კი არა გაფასულდება ღვინო რადგანაც ვიცით თორაში წერია კანონი რომ თუ ადამიანმა აიღო ხელში ადამიანმა რომელიც სამწუხაროდ ჯერ შაბათს არ იცავს ის ღვინო უკვე ტაძარში ვეღარ მოიტანდი და რა თქმა უნდა ვერანაირ მიცვაში ვეღარ გამოვიყენოთ მაგ ღვინოს შესაბამისად პირველ რიგში ვფიქრობთ რომ ვაქცევთ ყურადღებას რომ იყოს თორის მიხედვით ქაშერი რომ შევასრულოთ ჩვენ მიცვა შაბათის მიცვის კიდუში გავაკეთოთ რაც შეეხება
შეიძლება თუ არა მე შევასრულო წვენით ყურძნის წვენით კიდუში, რა თქმა უნდა რომ შეიძლება, როგორც ვახსენებთ, თუ ღვინო არ გაქვს და ამ კიდე არ შეგვიძლია დავლიოთ, მაგრამ მანდ უნდა მივაქციოთ ერთი რამე ყურადღება, ძალიან პრაქტიკულია დღეს უკვე ისრაელშიც და არა მარტო ისრაელში, სადაც მზადდება, რომ წვენს უმატებენ წყალს უმატებენ და იმისთვის რომ ასე ვთქვათ ძალიან მაღალი სიტკბო აქვს, ასე ვთქვათ წვენს, რომ დაუქვეითონ და გახდეს უფრო მისაღები დასალევად. შესაბამისად, მაგას ქაშურთი ეძლევა სპეციალური, რომ დაამტკიცოს, რომ ნახევარზე მეტი უნდა იყოს ნატურალური. ხო, თორის მიხედვით 50%-ზე მეტი 50 არ არის კარგი, 50%-ზე მეტი უნდა იყოს ტივი, რომ იყოს, ასე ვთქვათ, ნატურალური. თუ რამე დაემატა 20%, 30% წყალის, მაინც დარჩება 70% ნატურალური და იქნება, რომ ფასი, სახელი არ დაერკარგოს, როგორც ღვინოზეც კეთდება ეგეთი რაღაცა, ასევე წვენზეც, რომ ფასი არ დაეკარგოს, სახელი არ დაეკარგოს, იმას ღვინო ქვია და იმას წვენი ქვია. თუ უფრო მეტი იქნება წყალი, შესაბამისად მაგას შეიძლება უბრალოდ დასალევი სასმელი დავარქვათ მაგას, ასე ვთქვათ, ტკბილი სასმელი დავარქვათ და არა ღვინო და არა წვენი, შესაბამისად რაც გავაკეთებთ ჩვენ მიცვას. რაც შეეხება თუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ მაგ საკითხზე რაც არის ყველაზე მეტი პრობლემატიური, ისრაელშიც ძალიან გავრცელებული არის, ეს არის თეთრი ყურძნისგან დამზადებული წვენი. ანუ ღვინოც, ხო? ღვინო უფრო ნაკლები პრობლემაა, მაგრამ ისრაელში უფრო გავრცელებულია წვენთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ წყალს რომ ამატებენ, თქვათ 30% და 40% ყველაფერს კარგავს. წვენისა, ასე ვთქვათ, უფრო გაწყალებულის გემო აქვს, უფრო და წყლისგენ და უფრო რაღაცა სასმელისკენ მიდის, უფრო როგორც ლიმონადი და ასე შემდეგ. და არა რომ ყურძნის წვენის სტატუსი უნარჩუნდება. შესაბამისად, უბრალოდ რომ პრობლემებში არ შევიდეთ, მივაქციოთ ყოველთვის ქაშურთის ნიშანს, რომ რა ქაშურთით იყიდება. თუ კაი ხარისხოვანი ქაშურთი აქვს, პეთიოსები, ბადაცი და ბადაცი მეადრინი და ასე შემდეგ. ცნობილი ქაშურთების, რომ ეს არის ნაღდად გაზდავებული, მაგრამ კანონები ასე ვთქვათ შეინარჩუნეს ღვინის, შესაბამისად, მაშინ შეიძლება რა თქმა უნდა მივირთვათ. თუ არა და იქნება როგორც სეფარადები რავად იოსეფიც წერს, ხაზონოვადია, რომ თუ ადამიანი ძალიან გააზავებს, მაგაზე უკვე აგეფენს აღარ ვაკურთხებთ, ბარუხათ შემოიგებინახა ყველა ბორებერი აგეფენს აღარ ვაკურთხებთ, არამედ გადადის შეაქოლის კურთხევაში, შესაბამისად შეაქოლით ჩვენ ვერ გავაკეთებთ ასე ვთქვათ კიდუშს. რაც შეეხება შეიძლება თუ არა გავაკეთოთ კიდუში სხვა სასმელებით, გარდა ღვინისა და გარდა ყურძნის წვენის. რა თქმა უნდა შეიძლება ყველანაირი ალკოჰოლური ქაშერი, რა თქმა უნდა, მაგას ხაზი გავსვათ. ყველა ქაშერი სასმელი რაც არის ალკოჰოლი, შეიძლება მაგით გავაკეთოთ იმ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თუ ჩვენ ღვინო და წვენი არ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ან არ გვაქვს და ასე შემდეგ. ხო, თუ ადამიანს ავნებს და ექიმას, ასე ვთქვათ, კატეგორიულად აუგრძალა ღვინო და წვენი დალიე, არამედ სხვა სასმელი დალიოს, ის ადამიანი ან მოისმინოს სხვა ადამიანისგან, ვინც ღვინოთი გააკეთებს და თუ არ ყავს სხვა ადამიანი, მაშინ გააკეთებს ყველანაირი ქაშერი ალკოჰოლური სასმელით. ეს იქნება რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს არაყი, შეიძლება იყოს ვისკი, შეიძლება იყოს პივაც, ხო? ლუდი და ყველანაირი სასმელი რაც ალკოჰოლურია, ხო? რა თქმა უნდა, ქაშერი და ალკოჰოლური. რაც შეეხება სასმელებს, ჩვეულებრივ სასმელებს, იქ კოკა-კოლა და სხვა ნებისმიერი ლიმონადი ავიღოთ, იმის მიხედვით რომ არის ქაშერი, მაგით არ შეიძლება გავაკეთოთ, რადგანაც ეს არ არის სუფრაზე საკეიფოთ, ასე ვთქვათ, სასმელი, როგორც თორაშიც წერია, ეს არ არის მეხუბად, ეს არ არის გამოსაყენებელი, როგორც ასე ვთქვათ, ღვინის სტატუსი და ალკოჰოლური სტატუსი არ აქვს, შესაბამისად მაგით ვერაფერს გამოვიყენეთ, იმის მიხედვით რომ არის რამოდენიმე რაბების აზრი, რომ თუ არ არის წყალი, შეიძლება გავაკეთოთ ყველაფრით. რა თქმა უნდა, მაგ აზრს არ მიყვება სეფარადული კანონი. ჩვენ განვიხილოთ დღევანდელ დღეს მარტო სეფარადულს, არც აშკენაზური, მე არ გამიგია რომ აშკენაზური რომელიმე აზრი მიყვება, შეიძლება არის რაღაც აზრი, მაგრამ არ არის მიღებული.
რომ კოკაკოლით ან აგითი აზრიც არის რომ რძიანი ყავით შეიძლება გაეკეთოს მინიმუმ ადამიანს კიდუში, რა თქმა უნდა, მაგას ჩვენ არც განვიხილავთ. რაც შეეხება სად ვაკეთებთ კიდუშს. ჩვენ ვაკეთებთ კიდუშს במקום של סעודה. სადაც ჩვენ მივირთმევთ სეუდას, იქ კეთდება კიდუშიც. ზალაში მივირთმევთ სეუდას, ზალაში კეთდება. სხვა მეზობელთან ვიწყებთ სეუდას და იქ უნდა მივირთმევთ, მინიმუმ და მივხვდეთ რომ თელი შაბათი უნდა გავატაროთ სახლში, მე სადაც მივირთმევთ სეუდას, იქ ვაკეთებთ ჩვენ შაბათის კიდუშს. როგორც დილით, ასევე როგორც ღამე, ასევე დილით. ერთი იგივე კანონი აქვს, სადაც ჭამთ, დაზე იმაზე ნათქვამი რომ რა ოთახშიც მივირთმევთ, იქ უნდა გაკეთდეს შაბათის კიდუშიც. ნუ იმაზეც არის ნათქვამი, როგორც ჩვენ წინა კაპიტლებზე თქვით, შაბათის სანთლებთან დაკავშირებით, რომ კარგია კიდუში გაკეთდეს საღამოს კიდუში პარასკევ დღეს. იქ სადაც ჩვენ შაბათის სანთლები ამათეთ, ანუ შესაბამისად ვანთებთ სანთლებს, იქ სადაც უკვე ვიცით, რომ ამ ოთახში მე მივირთმევ შაბათის სეუდას მომდევნო საათებში. რაც შეეხება შეიძლება თუ არა, ანუ როგორც ჩვენ თქვით რომ ანუ რატო კეთდება ის რომ ბიმკომ სეუდა, რომ ანუ საჭმელთან უნდა იყოს კავშირი კიდუშს და საჭმელს შორის. რომ სადაც ჩვენ მივირთმევთ საჭმელს, იქ უნდა იყოს კიდუშიც. შესაბამისად თუ არის ეგეთი ვარიანტი, ეგეთი შემთხვევა ძალიან აქტუალურია ისრაელშიც, თუ რაღაცა ბარუხ ჰაშემ, რაღაცა ასე ვთქვათ სასიხარულო ამბავი მოხდა ჯამაათში, ან ბრითი იყო, ან შაბათ ხათანი იყო და ასე შემდეგ, არის მიღებული რომ ნამცხრობულობა და ასე ვთქვათ მეზონოთი იშლება როცვებში, მიულოცოთ შაბათ ხათანს ან ოჯახს, რომელიცაც ასე ვთქვათ გამჩემა დაამადრიანეს ასთვის გარკვეული სიტუაცია და სასიხარულო მომენტი იყო და არ არის საშუალება რომ პურით გავაკეთოთ სეუდა, არ აქვს ოჯახსაც ვთქვათ, ან ადგილი არ გვიწყობს ხელს, ან არ შეიძლება და არ არის საშუალება რომ ჩვენ გავაკეთოთ კიდუში იქ სადაც მივირთმევთ პურს, ვაკეთებთ იქ კიდუშს იქ სადაც მივირთმევთ ნამცხრეულს მეზონოთს. შესაბამისად მეზონოთი მაგ სიტუაციაში ყველა ისრაელშინოა, ვისაც უნდა რომ გამოვიდეს კიდუშის ვალდებულებიდან, ანუ ერთი თქვათ რაბი ან ოჯახის წევრი უფროსი ან ვეღაც აკეთებს ყველასთვის თელი სალოცავისთვის კიდუშს, ხმამაღლა და როგორც ჩვენ თქვით, შომიაქე ონე, მოისმენს და უბრუნეთ ამენს, მაგრამ იმისთვის რომ ჩაგვეთვალოთ ჩვენ მიცვა რომ გავაკეთეთ შაბათის კიდუში იმ ადგილზე სადაც მივირთმევთ, რა უნდა გავაკეთოთ, მივირთვათ ჩვენ რამე ცომეული, მეზონოთი. მეზონოთი უნდა იყოს ყველაზე ცოტა 22-23 გრამი. რომ 22-23 გრამიდან არის ამოდენიმე აზრი 21, არის აზრი 23, ავიღოთ ასე ვთქვათ ყველაზე მაქსიმალური 25 გრამიდან და უფრო მეტი, მივირთვათ მეზონოთი. რადგანაც ამ რაოდენობის შემდეგ ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება ვაკურთხოთ ბერახა მეენ-3. როგორც ასე ვთქვათ პატარა ბირქათ ამაზონს ეძახიან, ეს როცა ჩვენ ნამცხრეულს მივირთმევთ, ალამიხია როგორც ბევრისთვის ასე ვთქვათ, ყველას ასე ვთქვათ სხვადასხვანაირად იცნობენ ამ კურთხევას, მეენ-3, ალამიხია თუ მეზონოთის მერე ბერახა არის ბევრისთვის სხვადასხვანაირად ცნობილი. 22-23 ისე თქვათ ავიღოთ რაოდენობა, მაგის შემდეგ ვაკურთხებთ უკვე მაგ ბერახას, მაგამდე არა. შესაბამისად იმისთვის რომ ჩაგვეთვალოს რომ მე კიდუში ვაკურთხე იქ სადაც მივირთვი რაღაცა მეზონოთი, ანუ ცომეული უნდა იყოს ყველა ვარიანტში, ან პური, ან მეზონოთი. შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ თუ გინდა რომ გამოვიდეთ მიწვიდან, მივირთვათ იქ შესაბამისი რაოდენობა ცომეულის. ნუ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, კიდუშის მიცვა, როგორც ჩვენ ვახსენეთ, ხდება მაგიდასთან, სადაც ჩვენ ვასრულებთ შემდგომ მიცვას სეუდა, სეუდა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პურზე და ძირითადად ასე ვთქვათ, მგონი ყველა ალახა გავიარეთ, რაც შეეხება კიდუშს, რაც შეეხება ამ უდიდეს მიცვას და გამჩემა დაგვასწროს მრავალი მიცვების შესრულებაზე. ყველა მიცვა შეგვესრულებინოს ბარაქით, ხელგაშლილად და ყველაფერს იყედეს დაგვამადლიანოს გამჩენმა ყველა თითოეული ისრაელის შვილი და მრავალ შაბათსაც დაგვასწროს გამჩენა. შაბათ შალომ უბრახ.